ალმებით რაგბი ტივის მაყურებლებო და რაგბის გულშემატკივრებო 18 წლამდე 6 ერის ფესტივალის მეორე ტურის მატჩი, სადაც დაუპირისპირდებით ინგლისის 18 წლამდე ნაკრებს. თქვენთან ერთად შეხვედრას დღეს მე ნოდარ ბროლაშვილი და რატი ურუშაძე მომსახურებთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოусმინოთ ეროვნულ ჰიმნებს და შემდგომ გავიცნოთ შემადგენლობას. შესრულდა ორივე ნაკრების ჰიმნები, მგონი დროა რომ გავყვეთ შემადგენლობებს და გაგაცნოთ რახან გამოჩნდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მიყვები ქართველებს. პირველი ორი სამი საბა მერებაშვილი და საბა გოგრიჭიანი, სამი გეგა გიორგობიანი, 4 ნიკა ხარებავა, 5 საბა ჯინჭოლაშვილი, 6 7 და 8 ნომრები გიორგი სუთიაშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი და გუნდის კაპიტანი მათი ბერუაშვილი, 9 და 10 ნომრების წყვილი ალექსანდრე გაგუა და ატოლი პარტელიანი, 11 ნიკოლოზ ლაგვილავა, 12 ბართლომე ხამაშურიძე, 13 გოგა ბერიძე, 14 რეზიკო ცხვედიანი, 15 გიორგი კუპრეიშვილი. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ნომერი 1 ჰატინგტონი, ნომერი 2 კასპერ ვილერი, ნომერი 3 სევა ბატიკორა, ნომერი 4 კვამე ბეკოე, ნომერი 5 კაიდენ ვოტსონი, ნომერი 6 ჰენრი ჯონსონი, ნომერი 7 ჰარი ვესტეიკი, ნომერი 8 ჯეკ ლევისი, გუნდის კაპიტანი, ნომერი 10 მაქს სუპერი, ნომერი 9 სონი გუდი, ნომერი 10 მაქს სუპერი, ნომერი 11 ჩარლი ტამანი, ნომერი 12 დეკლან ტრეისი, ნომერი 13 რიო ბენეტი, ნომერი 14 არჩი გივერი, ნომერი 15 კასპერ რივსი. ხო, ვიშიში ტარდება, ვიში არის ქალაქი, პატარა ქალაქია, სადაც 25,000 ადამიანი ცხოვრობს და ეს ქალაქი უმასპინძლებს დღევანდელ შეხვედრას. მესამე წელია უკვე რაც ამ ტურნირზე გამოვდივართ. სადებიუტო წელს დაუპირისპირდით ინგლისს, შარშან არ მოგვიწია მათთან თამაში და მაშინ 26-19 დავთმეთ საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში. შეიყვანეს მატჩი თამაში მაქს სუპერმა მაღალი ბურთი დაკიდა, ვერ მოვიგეთ. უყურადღებობა იყო. და დაგვივარდა, მაგრამ მაინც ჩვენები დაეუფლნენ ბურთს და რაგში გვაწუხებენ ახლა ინგლისელები. სწრაფად უნდა გამოიტანოს გაგუამ, გამოიტანა კიდევაც, იქვე მიეძალნენ. კარგი იყო ხარებავა. დააფიქსირეს რაგში ბურთი და აქედან უკვე ფეხით შეეცდება გაგუა გასვლას. კი ბატონო, ასეც იქცევა. ჩეკი აწია და ვერ გადაიტანა, მაგრამ ინგლისელები უტევენ. წამოვიდა კასპერი. კარგი ბოჭვა იყო, კონტრაქის სადეს. ზურგსკან კი ბატონო გაკეთა გადაცემა არ იყო კარგი, აქ დაკარგეს დრო და უნდა მოვასწროთ. სივრცეები აქვს და
ჩარლი ტამანი გვიტევს ახლა შევბოჭეთ 22-ის ხაზზე. სწრაფად უნდა დაეწყოს დაცვის ხაზი, მოეწვენ კიდევაც. ძლიერი ჩანს ტამანი და მეტი ყურადღება გვმართებს მათთან, აქ დაუშვეს შეცნობა ბურთი, უნდა ავიღოთ და გავაგრძელოთ თამაში. აიღეს კიდევაც, დაუვარდათ ოფლოუდში ბურთი ინგლისელებს და ახლა უნდა გავიდეთ ჩვენი ზონიდან, ასეც იქცევა. ატო ლიპარტელიანი და საკმაოდ კარგად ცენტრს იქეთ გადააქვს ბურთი. შვენიერი დარტყმა გამოვიდა, წნეხიდან კარგად გამოვიდით ყოველ შემთხვევაში. დაუშვეს შეცდომა ინგლისელებმა, ისიც უნდა ვთქვათ. ხო, წინა შეხვედრაზეც ვისაუბროთ, ეს მეორე ტური შეხვედრა, პირველ ტურში დაუპირისპირდით საფრანგეთს და 22-49 დაოთვეთ საფრანგეთის ნაკრებთან, 2 წლის წინ გახსოვთ, სწორედ საფრანგეთი დავამარცხეთ 29. კი ბატონო, ისტორიული გამარჯვება იყო. კარგი წნეხი დაადეს აქ გაგუას. ხელი ვთამაშობთ ჩვენი ზონიდან და იქ უზუსტო პასები საფრთხილოა ძალიან. ლაგვილავა დაეუფლა ამ ბურთს. რაკი და დავჯარიმდით გადაყრაში დაგვაგვიანდა და ხო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისი? ნახოთ, აბა ისეთი პოზიცია კარში და დასარტყმელი ძალიან იოლია, მაგრამ როგორც ვატყობ დერეფანში აპირებენ თამაშს. Ну, წინა თამაშს რაც შეეხება საფრანგეთთან, იქაც 9 ნომერი თითქმის ნებისმიერ ჯარიმას ათამაშებდა და სწრაფ გათამაშებებზე აკეთებდნენ აქცენტს. ნახოთ, აბა ინგლისელები როგორ რას დაგვიპირისპირებენ. ო, ბურთით არის კასპერ უილერი. მათ კარგად ვერ მოიგეს, მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ეს ბურთი. მოლია ტრიალებს იგივე მოლიო, მსაჯი იძახის და კარგად თუ არ შევიდნენ იქ ლელო გარდაული იქნება. ჩახურეს, მე მგონი ჩავხურეთ. რა ბურთი არ ჩანს, მაგრამ აი გამოჩნდა ბურთი. აქ მეტი ყურადღება გვმართებდა ნულოვან ზონაში, რაკის სიახლოვეს, მაგრამ დავაგვიანეთ გადაწყობა და ამით კარგად ისარგებლა ინგლისმა. და უკვე მესამე წუთზე ლელო გაიტანეს. რაც შეეხება პირველ ტურს, ჩვენ დავმარცხდით საფრანგეთის ნაკრებთან და ინგლისელები დამარცხდნენ ირლანდიის ნაკრებთან 36-31. ასე რომ ინგლისი სულაც არ არის დაუმარცხებელი ნაკრები. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც იტალიელებმა შოტლანდიელებს აჯობეს 23-19. ხო, დაძაბული შეხვედრა გამოუვიდათ. იტალიელებმა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ყველა დონეზე ძალიან მოუმატეს. ეს არა მარტო ეროვნულ ნაკრებს ეხება, არამედ 20-ებს და 18-ესაც. კი, პროგრესი აშკარაა ამ ქვეყნის რაგბში. დარტყმა ზუსტია, მაქს უპერი ბასის აკადემიის მოთამაშე. 7-0 ინგლისი დაწინაურდა, მშვენიერი ამინდია ვიშიში. ველოდებით რომ ჩვენს კარგად უპასუხებთ. ხო, იდეაში ბურთი არც გქონია და როცა გქონდა იქ ერთი არაზუსტი პასი გავაკეთეთ და ნახოთ აბა ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. ლიპარტელიანმა შეიყვანა ბურთი თამაში, ამ წელს კარგია, კარგად დაუწიეს ხაზი და შებოჭეს კიდევაც ეს ცხვედიანი იყო. თავა წამოვიდა 7 ნომერი ჰარი ვესტლეიკი. კარგად ბოჭავენ ჩვენები. ხელი თამაშობენ, აი ინგლისაც ეტყობა რომ თავიდანვე ხელი თამაშზე აქვს აქცენტი გაკეთებული. ლაგვილავა შებოჭა დააგდო ძლიერი ეს ტამანი, ორი კაცი მაინც ჭირდება მის გაჩერებას. ფიზიკურად გამოჩნდა მის სიძლიერე, ესეც ზურსუკა შექცეული პასი, მაგრამ ჩინებულად გაატანეს იქ ინგლისელებმა და დავაჯარიმეთ კიდევაც იქ ჩავარდნა იყო მე მგონი. არა, ბურთი არ გაატანეს ჩვენებს და რაკებში კარგად თამაშობთ, შეიძლება ითქვას. ხო, კარგი ბოჭვა გაკეთდა. კარგი ბოჭვა, მაგის საწინდარია ზუსტად რომ რაკში კარგად ვითამაშოთ და ბურთი ამოვიღოთ. ნახოთ ეხა დერეფნიდან რას გავაკეთებთ. ხო, საინტერესო გადაწყვეტილება იყო ინგლისის, საკუთარი 22-დან წამოვიდნენ ხელით და კარგი ბოჭვა გააკეთა ლაგვილავამ. ლაგვილავამ შეაჩერა და შემდგომ წამოდგა და კიდე ორმა კაცმა შებუჭა ეს ტამანი. ფიზიკურად დიდები არიან და ძლიერი. აი აქ კარგად ჩანდა ამოღების მომენტი. რაკში კარგად ითამაშეს ბიჭებმა. საბა გოგრიჭიანი. კარგი მოწოდებული დერეფანი, მოლი დაიძრა. გუნდის კაპიტანმა ბერუაშუა მოიგო. ბურთი უკან უნდა იყოს აუცილებლად რომ
გაჭრა ერთი გაჩერება, მაგრამ ის უკვე გვერდიდან არის და აჩვენებს კიდევაც საჯირო უნდა გაეცალოს. კარგია, უნდა იარონ კიდე, თუ მიეხმარებიან გარედან კიდე უკეთესი იქნება, მაგრამ სწრაფად უნდა გაიტანოს, ეხლა რო არ ჩაგვიხურონ, აი, ჩაგვიხურეს. თუ სწრაფად არ გავიტანეთ ეს ბურთი, მერე უკვე ძალიან დიდები არიან და უკვე გადმოდიან ისე, რომ ბურთიან მოთამაშეს იჭერენ ინგლისელები. ამიტომ აქ ცოტა 9 ნომერმაც დააგვიანა. უნდა ადრე მოეთხოვა ბურთი, როდესაც უკვე უთხრა, რომ ერთი გაჩერებაო, აი ფიზიკურად შეხედეთ ძვირფასუთა მაყურებლებო, ძალიან ფიზიკურად დიდი ბიჭები ყავდა. აი აქ უკვე, ფაქტურად ჩანსი 0-ის ტოლია ბურთის გატანის ხელზე ეთამაშებიან უკვე რა. აშკარაა რომ დაგვიანდა, გქონდა დროთანაც საჯმარო დაგვიძახა. ეს ჩვენი კომაგები გამოჩნდნენ უკვე იშიში. არაერთი ქართველი იქნება, დარწმუნებული ვარ. აქედანაც შეიძლება გაყვნენ. რა თქმა უნდა. სონი გუდი ბურთით. კარგი შანსი გქონდა, ცოტა დავაგვიანეთ, ინერტყლები ვიყავით ეპიზოდში. შერკინებაში საკმაოდ კარგად გევართ, ხელით წამოიღეს ისევ ინგლისელებმა, სულცუკან პასები, ცუდი პასი იყო, მაგრამ დაიჭირეს. ხვედიანმა წაართვა ხელიდან და ლელო გავა. პირველი ლელო. ბრავო, უნდა შევაქოთ. რეზი ხვედიანი ჩინებული თამაში და პირველი ლელო. ქართველების ეს დავით ხვედიანის ვაჟია, რომელმაც წყილვალედ ითამაშა. დავით ხვედიანი მოგეხსენებათ, ხვამლის სულის ჩამდგმელი, შემქმნელი, დამფუძნებელი, წუთნელი და რა ვიცი, ყველაფერი. სად მოახერხა? მამა და მარჩენალი. ძალიან კარგად ითამაშა, ხელიდან ბურთი გამოსტაცა მეტოქეს და პირველი ლელო გაიტანა ქართველების, ჩინებული თამაში იყო რეზო ხვედიანის და თავადვე შეასრულებს გარდასახვას. ხო, უნდა შევაქოთ ეს სარაგბო ინტელექტის გამო, რაც ამ ეპიზოდში აღმოაჩნდა. რეზიკო ხვედიანს იგრძნო ის მომენტი, რომ შეეძლო ბურთის მოპარვა მისი ვიზავისთვის, არჩი გაივერისთვის. პირველი ქულები კარგი იყო, გჭირდებოდა ეს, მეტად გავიხსნებით. დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ არა უშავს, კარგია, პირველი ქულები ავიღეთ და იმედია, რომ ესე გავაგრძელებთ. ეს ცუდი გადაცემა იყო, მაგრამ ეს რეზო ხვედიანის კარგ თამაშს სავსებით ვერ აკნინებს. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშემ დაიჭირა, კი არ დაუვარდა ის ბურთი ხელში ქონდა და ხელიდან გამოგლიჯა და ძალიან კარგი თამაში იყო რეზო ხვედიანის. ხო, მოედანზე მიწაზე არ იყო ჯერ გადასული გაივერი, როცა უკვე ბურთი წაართვა ხვედიანმა. როგორც მას ეძახიან Rezi Crazy. აქ მორკინალებით ერთი დარტყმა უნდა გავაკეთოთ, კი ბატონო, კარგად დაგხვდნენ, მაგრამ უკეთესად წამოვიღეთ. გადაყარეს კარგად ჩვენებმა, დააგრძელებენ ახლა რაქს და ალექსანდრე გაგუა ფეხით ბოქს კიკს აწევს მაღალს. აწია. ისევ მოედანშია ეს. მოედანში დატოვა, ხაზი ამოწეულია, ხელით თამაშს ცდილობენ. ტიმანია ისევ ამ კაცმა. ძალიან აქტიურია, ნახეთ, აი რამდენი კაცი ბოჭავს მას, ორი კაცი მინიმუმ სჭირდება. სწრაფად სივრცეები უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ ძალიან შლიან ინგლისელები თამაშს, ისევ რაკი. ხო, ისო მოკლებთა აირჩიეს. შესწევათ ახლა შეცვალეს და წამოვიდა ორკინალების ჯგუფი. ყვანე ბეკოე იყო. სწრაფად ცვლიან შეტევის მიმართულებებს, აქ კარგი მცდელობა იყო, მაგრამ ჯანგულაშვილმა ვერ ამოიღო ეს ბურთი. უპირატესობა თამაშკარის დიდი ალბათობით. კი ბატონო, ასე ნომერზეო თამაშკარეო. გაივერი, კარგი ბოჭვა ისევ რეზო ხვედიანის შესრულებით. აქტიურია ჯერჯერობით ხვედიანი. წინ თამაში იყო და ალბათ ჯარიმა დაბრუნდება ახლა, რა თქმა უნდა. დაჯარიმდა ჯინჭველაშვილი, როგორც გავიგოთ, კი ბატონო, ნომერი 5. ისევ კიდეზე წავა, რა თქმა უნდა, ინგლისი არ გონია კარში დაარტყან აქედან. იქიდან თუ დაარტყეს აუჩი, ესე იგი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ხო, ფიზიკურად ეტყობათ, რამხელა სხვაობა. კი, ძალიან დიდი სხვაობა არის ფიზიკურ მონაცემებში, სიმაღლეში და წონაშიც. დარწმუნებული ვარ ახლა. აი ეს რა ნომერი იყო, ვერ დავინახე. რაკში გადაყრეს. ეს 5 ნომერი, ჩვენი 5 ნომერი ნამდვილად თამაშგარეში იყო ჩარჩენილი. ცოტა მეტი დისციპლინა გვმართებს, ანუ ჯარიმებს უნდა მოუკლოთ. დაუვარდათ ეს ბურთი არ გვაჩვენეს ახლა და წინ თამაშის უპირატესობით სარგებლობს, როცა შევიდით ეთერში უკვე ბერუაშვილს თითქოს წინ დაუვარდა იმ მომენტში ბურთი. წამოვიდა, კარგი დარტყმა იყო ჰენრი ჯონსონის. კარგ დაცვას თამაშობთ. კარგია, 2-2 ვოჭავთ, მაგრამ აი ხელზე თუ ეთამაშებთ, თლად უკეთესი იქნება. აი ამოუვარდნენ ახლა, დაუვარდათ ბურთი, მაგრამ წინ თამაშის უპირატესობას დაუბრუნებს ახლა მსაჯი.
ხო, არაფერი არ გვხსენებია 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის შესახებ, რომელიც არის ასევე ქუთაისის აიას მთავარი მწვრთნელი. ახლა ხანს ჩაიბარა მან. მანამდე იყო შერკინების მწვრთნელი, როგორც მახსოვს გიორგი და წელს გახდა უკვე მთავარი მწვრთნელი. გადაიბარა 18 წლამდე ნაკრები. შერკინებაში კარგად ვიდექით, სხვათა შორის პირველ შერკინებას რაც შეეტყო, იქ კარგად ვიდექით. ნახოთ აბა მეორე შერკინება რას გვაჩვენებს. მეორეში ძალიან მოგვაწვნენ, უკვე დაიშალა ჩვენი შერკინება ფაქტიურად ფეხის გადაკიდება და აქ ჰაერში თამაში დაგვივარდა სამწუხაროდ და ჩვენგან იყო თუ ინგლისელებისგან ეს არის საინტერესო. რივსმა გაიტანა ლელუ. ნახოთ აბა მსაჯი რას აჩვენებს. არა, კი, წინ თამაში იყო. ხო, იქ თითქოს მათი 14 ნომერი იყო თუ სწორად დავინახე არჩი გაივერი. მისი ხელიდან წავიდა ბურთი წინ. საინტერესო კომბინაცია იყო ინგლისელთა მხრიდან. ხშირად იყენებენ ამას, აქ ან აცურებენ ბურთს, ან მაღალს კიდებენ. კი, აშკარად წინ წავიდა ბურთიდან, მაქს უპერი თამაში იყო. ბურთი ჩვენია შერკინებაში, ჩვენ შევაგორებთ აქ. მეტი ყურადღება გვმართებს სახიფათო ზონაში ვართ ჩვენს 5 მეტრიანთან. ფეხით უნდა გამოვიდეთ აქედან. ხელი თუ წამოვიღებთ მივესალმები, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ინგლისთან სახიფათოა ესეთ მომენტში. ამ ზონიდან ხელი წამოღება, მაგრამ 8 ნომერ შეუძლია მოეხსნას და წამოიღოს როგორ რამდენსაც აცლია, რა თქმა უნდა, დარტყმა გააკეთოს, რომ კუთხე დაუმოკლოს დარტყმის იგივე 9 ნომერს, 10 ნომერს. კარგი წამომღებია მათი ბერუაშვილი. გუნდის კაპიტანია. და ლოკომოტივის აღზრდილი. კი. ბურთით კი ალექსანდრე გაგუა, თავისუფალი, სწრაფად უნდა გაათამაშონ. შეიძლება გაათამაშონ, შეიძლება ფეხით დაარტყან. მაღალი შეიძლება აუჩის და კი პირდაპირად შეიძლება, კი ბატონო, რა თქმა უნდა. ლიპარტელიანი ბურთით მოიჭრა ბოლოს და 22-დან გამოვიდით. გამოვიდით. ნორმალური დარტყმა იყო, გრძელი დარტყმის გამოკიდებას ისევ ჯობია რომ ნამდვილად წნარად ამოვიდეთ, ამოვისუნთქოთ და უკვე დერეფანზე ვიფიქროთ, რას გავაკეთებთ. კასპერ ვილერი ბურთით. ხო, ინგლისი აკონტროლებს თამაშს, მაგრამ ჯერჯერობით იმ მომენტის გარდა ვერ გადასახეს ეს ფულებში. გაიტანა სონი გუდმა ბურთი ხაზზე, კარგი კონტაქტი, მაგრამ ისევ მშვენიერი კარგი, აი აქ თუ ჩაუჯდეთ, ვერ ჩაუჯექით. შემოატრიალეს ისე მოკლეზე ფეხით თამაში. ფეხით ვერ თამაშობენ, სწრაფად უნდა შევინარჩუნოთ ეს ბურთი. კარგი იყო. შვედიანმა აიღო ეს ბურთი. ჯარიმაა, კი ბატონო, არ გავატანეთ. ეს ხა უკვე თუ არ გადავყარეთ დაგვაჯარიმებენ. პირველივე გადამყრელი უნდა შევიდეს ისე სიჩქარი და ისე დაბლა, რომ ის კაცი გაანთავისუფლოს, თორე ესე დავკარგავთ ყველა ბურთებს. ხო, არადა ცხედიანი კარგი იყო, ზონა კარგად დააზღვია, მოედანში დარჩა, რაც მთავარი იყო. 5 მეტრიანი დერეფანი, ისევ ინგლისის სასარგებლოდ. ხო, წინა შემთხვევაში დავიცავით მოლი. ნახოთ ახლა ორი ხელით მოიგეს ბურთი. მაღალ წერტილში მოიგეს, დააყენეს მოლი. იქ მოტრიალდა შერკინება, ჩაუხურეს. კარგია, ორჯერ ჩაუხურეთ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამდენი შანსი ეძლევა ინგლისს, მაგრამ კარგი ის არის, რომ ჩვენ ყოჩაღობ დაცვაში. დაცვაში აშკარად გვაქვს უპირატესობა ჯერჯერობით. ორკაციან ბოჭოს ვაკეთებთ კარგად, რაც აისახება. იმაში რომ არ ვაძლევთ წინსვლის საშუალებას, თუმცა შემდეგ ჯარიმდებით და უმარტივებთ საქმეს ინგლისის ნაკრებს, რაც გამოჩნდა საწყის 15 წუთში. ლიპარტელიანი შეეცდება, რაც შეიძლება შორს გავიდეს, თუმცა ძალიან ცუდი დარტყმული იყო, ეხა 22 ძლივს გადმოცდა და ისევ აიჭრა დარტყმა. კარგი ბოჭო გააკეთა შემდეგ. სუთიაშვილმა ამოვიგეთ ბურთი, წაართვეს ჩვენებმა, გაგუა ბერუაშვილს გადააწოდა. აქ წყნარად უნდა შევინარჩუნოთ ბურთი და მერე გავიდეთ ჩვენი ნახევრიდან ფეხით. რა თქმა უნდა.
ისევ ფეხილი პარტელიანი საბრძოლო არ ეთქმის ამას თავისუფლად ჩაუვარდო ხუპერს ხელში და აქ უკვე სამი კაცი იქნება გაუჭედო. ცდილობს რომ გაუჭედოს, მაგრამ ვერ გაუჭედეს, ვერ მოახერხეს. კარგად პასით შეიყვანეს. თამაშობენ, აქ ჩაუჯო. კისერში მომეჩვენა მე ბატონო წესების გადაყრა, მაგრამ ნუ საჯი უკეთესად ხედავს. აქ გამოუჩნდა სივრცეები, გაივერი წვედიანის წინააღმდეგ მოიშორა მარტივად, ჭრაოხ რაც გაუცუდდათ და აი აქ გაიტანს. არჩი გაივერი ინდივიდუალურად. ჩვენი 3-4 მოთამაშე მარტივად მოვატყუა და გაიტანა ლელო. დაცვაში ამჯერად ვერ ვიყოჩაღეთ, მაგრამ ეს ყველაფერი კიდე იმის ბრალი იყო, რომ ძალიან ცუდი ფეხი დავარტყით ორჯერ შესატევად თითქმის იდეალური. კარგად ათამაშებს აი აქ არ იყო საჭირო ავარდნა იმ კაცზე, აქ წვედიანი ერთ-ერთზე დარჩა და უკვე ხელით მოიშორა გაივერმა, მერე უკვე ორმა კაცმა და მეერც მესამემ ვეღარ დააზღვია. ცუდი დაცვითი ეპიზოდი ჰქონდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგიკური დასასრული მივიღეთ ეპიზოდის. აქტიურობდა ინგლისი. ბურთს ისინი აკონტროლებენ ყოველ შემთხვევაში. რა შეიძლება ითქვას 16-17 წუთი მიდის და ჩვენ ფაქტიურად შეტევა არ გქონია. ის ერთადერთი ლელოც, რომელიც წვედიანმა გაიტანა, ის იყო ინგლისის ამოწყებული შეტევა, რომელიც უბრალოდ ხელიდან ამოგლიჯა და ინდივიდუალური ოსტატობით დააგვირგვინა უკვე ეზი წვედიანი. ხო, 3-4 ფაზა არ გადაგვიბია ჯერჯერობით. წყლის შესვენება იქნება, ახლა ასე დაიძახა მთავარმა მსაჯმა. 3-4 ფაზა არ გადაგვიბია, მუდმივად ვართ ჩვენს 22-ში და იქიდან ვცდილობთ ერთი ფაზის შემდეგ ფეხით გამოსვლას. ეს ფეხის დარტყმაც კარგი არ გამოგვდის და უმარტივებთ კიდევ უფრო ინგლისის საქმეს. აქ დიდი სივრცეები გამოუჩნდა უკვე გაივერს და რა თქმა უნდა. კი, აქ უკვე ძალიან რთული იყო უკვე შებოჭვა. ხო, მოგეხსენებათ 3 ტური იმართება და სულ და 3 შეხვედრა ექნებოდა ჩვენს ნაკრებს ეს წინასწარ ვიცოდით, მოგახსენეთ რომ საფრანგეთთან გავუმართეთ პირველი შეხვედრა, ახლა ინგლისთან და შემდეგ ტურში 11 აპრილს უკვე დაუპირისპირდებით შოტლანდიას. საინტერესო შეხვედრა იქნება ესეც. დარწმუნებული ვარ, როგორც გითხარით, მესამე წელია უკვე რაც ამ ტურნირში მონაწილეობთ, ეს გამოცდილებისთვის და მოთამაშეების პრაქტიკის ამაღლებისთვის კარგი იქნება. თუმცა უკვე ვფიქრობ ის დროა, რომ ეს გამოცდილება და პრაქტიკა შედეგებში გადავიტანოთ და ავსახოთ. დრო და დრო უნდა განმოვითაროთ ეს კომპონენტიც, რა თქმა უნდა. შოტლანდიას რაც შეეხება ჩვენს მესამე მეტოქეს, პირველი თამაშიც წააგეს, მე მგონი უელსელებთან თუ არ ვცდები და ნუ დღესაც დამარცხდნენ. შოტლანდია უელსი 34-ით 15 დამთავრდა და დღესაც დამარცხდნენ იტალიელებთან 23-19. ასე რომ ნახოთ დღევანდელი მატჩი როგორ დამთავრდება და შემდგომ უკვე შოტლანდიაზე უნდა ვიფიქროთ. თავარია რომ ვითამაშოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ, შეუტიოთ. გავიდეთ ჩვენი ნახევრიდან და მაქსიმალურად შეცდომების გარეშე დავალაგოთ თამაში და რაც შეგვიძლია ის ვაჩვენოთ ინგლისელებს. აი თქვენს ეთერში არის რეზი წვედიანი, თავი გადაუხვიეს. მეტი აქტიურობა გვმართებს. ბურთით უფრო დიდი ხანი ყოფნა გვჭირდება. დრო ჩაირთო, საჯმა აჩვენა. შევიყვანეთ ბურთ თამაში, აქ უნდა და კარგი დარტყმული ძალიან კარგი თამაში, ისევ რეზი კრეიზი. გაგუა სწრაფად, უფრო მეტი სისწრაფე გვმართებს შეტევაში, სწრაფად უნდა გაიტანოს გაგუა. მოკლე მხარეს უპირატესობა, მაგრამ დაგვიანდა ბურთი და ძალიან ცუდი პასი ფეხებში მიცემული. ანუ აი ესეთი საჩუქარი ეხა ინგლისის ნაკრები მერე უკვე არა ხელიდან წავართვით, თუმცა დააბრუნდა. მაგრამ უპირატესობა წინ თამაშიც რა თქმა უნდა. მეტი ყურადღება გვმართებს, ბევრი შანსი არ გვეძლევა ფაქტია და ამ ბურთს მოფრთხილება სჭირდება. არ უნდა იჩქარონ, ეხლა არაფერი არავითარი წნეხი ჩვენ არ აგვაქვს, ჩვეულებრივი ფესტივალია, ტურნირია, უნდა ვითამაშოთ, გამოცდილება მივიღოთ თავისუფლად. ინგლისელები და ფრანგები ზუსტად ამიტომ ჩვეულებრივად ყველა ზონიდან თამაშობდნენ, რომ რაღაც მოგება წაგებას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, რომ განვითარდნენ ეს მოთამაშეები და თუ მოიგებ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია წასაგებად არავინ თამაშობს, მაგრამ ნუ უფრო მეტად ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ ამ დონეზე. და ძალიან კარგია, რომ ესეთი შესაძლებლობა მათ ეძლევათ. წამოვიდნენ ამ ხელად რომ მივეცით. ბოჭვები გვიცუდება ამ ბოლო
5 წუთია. ჩვენი დერეფანი იქნება. არა, ინგლისის იქნება ინგლისი. საჯმა აჩვენა ჩვენ მხარეს და მთავარმა საჯმა აჩვენა შერკინება ინგლისის სასარგებლოდ. კი ბატონო, ცხედიანი ცდილობდა ბურთზე კონტროლის დამყარებას, რაც არ გამოუვიდა. ვინც ამ 20 წუთის განმავლობაში ჩანს მოედანზე და მუდმივად საუბრობთ, ეს რეზი ცხედიანია. ერთადერთი მოთამაშე 15 კაცში, ვინ შეგვიძლია ჯერჯერობით გამოვარჩიოთ. აქ ერთ-ერთი ჩვენი მოთამაშეა დაშავებული. რაღაც შესაძლებელია მე მგონი. თუ არ ვცდები, ხარზე იდებს ხელს. შემოდის მოედანზე ნიკოლოზ ფანცულაია. ჯინჭველაშვილი უნდა იყოს შეცვლილი წესი, თუ არ ვცდები. ჯინჭველაშვილი ან ხარებავი გამოჩნდება და დავინახავთ. ამასობაში 20 წუთი მიილია და ინგლისი 14-5 გვამარცხებს. აქ მაყურებელს შევახსენებ, რომ თამაში ტაიმი გრძელდება 35 წუთი. აქ ჩავარდა აშკარად ინგლისელი, მაგრამ ჩვენები ვივიდეთ თავისუფალ. კი. და აქ და საუბარზე კიდევაც დააჯარიმა. აი, ესეთი ჩანსები უნდა გამოვიყენოთ. სწრაფად გაათამაშა გაგუამ. მაგრამ საჯს ძერ საუბარი და განმარტება დასრულებული არ ქონდა, ამიტომაც დააბრუნა უკან. მე მგონი დერეფანში უნდა გადავიდეთ და დერეფანში არა, თავისუფალია. მე მეგონა რომ დააჯარიმა საუბარზე, იმიტომ გადაწია. ხო, გათამაშება არის ვარიანტი. კი ბატონო, გაათამაშოს უნდა, ეხლა და უნდა ითამაშონ, იბურთავონ ბიჭებმა. ბერუაშვილი კაპიტანი მიეძალა, სწრაფი ბურთი გამოვიდა, სწრაფად მეორე დარტყმებზე, მაგრამ აი ჯანში ვიჩაგრებით მე მგონი, რასაც ვხედავ ეხლა ის მასა და ის არა, წონა მაინც აკეთებს სიმაღლე თავისას. სწორია, ხელი თამაშობენ, ძალიან კარგი გამოტოვება. ხვედიანი ისევ შიგნითში ატრიალა ბურთი. სუთიაშვილი უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი გამოგჩა ჩვენ ნედო რომ აქ სამი ბორჯღალოსანის ბიჭი თამაშობს. ეს არის გიორგი სუთიაშვილი, შალვა სუთიაშვილის ბიჭი, ასევე ბარტლომე ხამაშურიძე, ანტილოპების გვარის გამაგრძელებელი და ბარტლომე შვილიშვილი და ბესოს ბიჭი და რეზო ცხედიანი, იგივე დავით ცხედიანიშვილი, რომლებსაც ნაკრებში უთამაშიათ და ისინი დღეს მოედანზე არიან და თავის მამების და ბაბუების გზას აგრძელებენ. ძალიან კარგია, რომ არის ესეთი ოჯახები და სარაგბო ტრადიციებზე აღზრდილი ბიჭები ყავს დღეს მოედანზე. კი ბატონო, მივესალმებით, რა თქმა უნდა, აქ შეცვლა უნდა იყოს, გონი სუთიაშვილს ქონდა იქ დაზიანება, არა, დაბრუნა მოედანზე. სუთიაშვილი დაბრუნდა ზუსტად ახლა მოედანზე. დაჯარიმდნენ როგორც ჩანს იმ ეპიზოდში. ინგლისელები გადავიდით კიდეზე. კარგი შანსი გვაქვს, მოკლედ უნდა გამოვიყენოთ ეს. შეგვიშალეს ხელი, ცუდად მოვიგეთ, მაგრამ მაინც დავიმორჩილეთ ეს ბურთი. აი პასებს უნდა გაუფრთხილდეთ ძალიან რა. გადაყრა, რაკებს გვინელებენ ძალიან და მე უკვე აი კარგავთ ბურთს რა. აქ კარგი შანსი აქვს ინგლისელებს, ყურადღებით მართებს, თამაში კარგი იყო ამ შემთხვევაში. თუ გაუჭედავთ ბენეტი აერში არ დაუშვა თუ ეძახიან კიდევაც ხედავთ, იქ ფეხები აუწიეს, ის ჯარიმა იყო წესით, ეხლა რაც ინგლისელმა მოთამაშემ გააკეთა, იმიტომ რომ საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას და ჩვენიანს ფეხი აუწია. და ისე დააგდო. ეს ჯარიმა არის, მაგრამ საჯს გამოეპარა ეტყობა. ხო, ბურთით მაინც ჩვენ ვიქნებით. კარგი იყო გოგა ბერიძე. მაღლა შეხვდა ბურთი არ მოთამაშეს, მაგრამ მოვახერხეთ და გავუჭედეთ. ой, სამი ნომერი რამხელა სხვაობაა, ნახეთ ჩვენ მოთამაშეებს და სამი ნომერი მათ ყავს ჩვენი მეორე ხაზელების სიმაღლე. თუ უფრო მაღლებია რა. ხო, 20 წლამდე ნაკრებიც გვინახია ინგლისელების ყოველ წელს ჩამოდიან თითქმის ჩვენთან და ძალიან დიდი ბიჭები ყავთ, ფიზიკურად არჩევენ ეხლა მოგეხსენებათ ინგლისში რა დონეზეც არის რაგბი და ნუ ძალიან დიდი არჩევანი აქვს. არჩევანის საშუალება აძლევს იმას, რომ საუკეთესოები და ფიზიკურად დიდები მოხვდნენ ნაკრებში და შემდგომ ეროვნული ნაკრებისთვის ეს მოთამაშეები გაზარდონ.
2 თუ 3 წლის წინ რო იყო ინგლისში ჩამოსული, მაშინ ჩესამის ძმა ყავდა, თოლი ჩესამის ძმა კაპიტანი. ჰენრი პოლოკი ყავდათ. რაზეა საუბარი? მაშინ პოლოკიც იყო, ეგ აღარ მახსოვდა. ჰენრი პოლოკი იყო. ისიც კანინგემს აუზის იყო თუ კი ბატონო, ეგეც მახსოვს რომ იყო. და მაშინაც იმხელა სხვაობა იყო ძალიან გაბარიტებში. იმ ჰენრი პოლოკს მაშინვე ეტყობოდა 3 ლელო დაგვიდო თუ 2 ლელო, რაღაც ფანტასტიკური ლელოები დაგვიდო მაშინ და ეხა ინგლისის ნაკრებში თამაშობს უკვე. ნუ სოფლიო ვარსკვლავი. ძალიან დაგვახევინე შერკინების პირველი ხაზი ალბათ. პირველი ხაზი ვერ უძლებს ნეხს. მოიპოვა შერკინებაში უპირატესობა ინგლისმა. რა თქმა უნდა კიდეზე წავლენ ისევ. რა თქმა უნდა, ეხა ითამაშებენ. კარგი დერეფანი. Numbers 6 in. მოიგეს ორი ხელით ბურთი დერეფანი კარგად აქვს დამუშავებული, ჩამოგდება ცუდი იყო, თუმცა წამოვიდა შეტევაზე რიო ბენეტი. კარგი ბოჭო გავაკეთეთ, გადაწყობა იქნება აქ საჭირო სწრაფი. სწრაფის რაი როგორ კარგად წმინდავენ რაკებს თუ აკვირდებინო და კი, ჩვენები სამი კაცი შედიან ბოჭვაზე და რაც ძალიან დიდ უპირატესობას უქმნის ინგლისელებს. აი ნახე სივრცეები, იქით გადახედე რამხელა სივრცეები აქვთ. 9 ნომერმა ჭკვიანურად იქით აპირებდა გაგრძელებას, მაგრამ შეცვალა შემდეგ. შეტევის მმართველობა რა კარგად შემოვიდა ინტერვალში ჯეკ ლევისი. კარგად გადაყარეს. ძელი პასი, მოკლე პასი და ნუ ფიზიკურად შეიძლება ითქვას რომ ვიჩაგრებით, აი სადაც 3 და 2 კაცი შედიან ბოჭვაზე, ეს იმას ნიშნავს რომ იმხელა სივრცეები გრჩება გარეთ რომ ყველელოს გატანა უბრალოდ ტექნიკის ამბავია რა და ამას არ გვაპატიებენ. ამას კარგადაც იყენებენ კიდევაც ინგლისელები. აი გადაყრაში რა კარგად წავიდა. აი მე რამარტივად ახერხებენ. ძელი პასი და მოკლე პასი და იქ უკვე ამხელა ინტერვალში და სივრცეში რთულია ერთი-ერთზე დაიწყო. რა თქმა უნდა, აქ არც სისრაბით ჩამოგრჩებიან, არც გაბარიტებით და უბრალოდ გადადებაც მარტივად შეიძლება ამ სიტუაციაში. 19-5 გახდა ანგარიში. ველოდებით გარდასახვას. არ არის რთული გარდასახვა. ხო, კარგად ურტყავს დღეს კარში და ძალიან კარგად ურტყავს. 21-5 გახდა ანგარიში. მაქს უპერი. გუნდსაც კარგად მართავს, კარგად ათამაშებს ეს თუნდაც ვთქვათ. არაა ცუდი ამ კომპონენტშიც ინგლისელთან გეზავი. ხო, სწორად აღნიშნე რატი აქ 2-3 კაცი რო შედის ბოჭვაში, მე იქ რაკში რჩება კიდევ მოთამაშე და გადაწყობაში უკვე ვეღარ ვასწრებთ. 2 ლელო ასე მივიდეთ ამ გზით. ლიპარტელიანი ბურთით. აია სკოლის. წარმომადგენელი. უჩვენეს ინგლისელი გულშემატკივრებიც. ადგილობრივებიც იქნებოდნენ. შორს დარტყმაზე გავაკეთეთ აქცენტი აქ წვედიანმა ვერ შეასრულა. მარტო ავიდა და არავინ არ აყვა და საკმაოდ სწრაფია. მაგრამ თუ ხაზი არ აუწია სხვა მარტო ხო ვერ ითამაშებს დაცვაში. უნდა დაუჯდა ვერ ჩავჯექით. მე მგონი დაუვარდა წინ კი დაუვარდა კიდევაც შერკინებიდან ეხა უნდა ვეცადოთ რომ ბურთი გავიტანოთ სწრაფად რახან შერკინებაში უპირატესობა აქვს ინგლისს. 6 ნომერი იცვლება სუთიაშვილი ეტყობა მაინც ტრავმამ შეაწუხა. გიორგი ქევანიშვილი შემოვა მის ნაცვლად. I need Spain. Sorry, time guys. Go check your shirt. You're full of blood. Go check it. Look at you. Go check it. მაისური გამოიცვალეო სისხლი მოსდის იმათ 8 ნომერს კაპიტანს ჯეკ ლუის. ჯეკ ლუისი არის ნორსემპტონ სეინცის სარაგბო სკოლის წარმომადგენელი.
ჩვენც სხვათა შორის ხშირი არაა ასე ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრი გუნდის აკადემიიდან ყავს მოთამაშეები წლევანდელ 18 წლამდე ფესტივალზე და ნაკრებში ზოგადად გამოძახებული, ხვდებით აქ ლოკომოტივს, არმიას, ასევე არიან ფოთის და ჩაქვის სარაგბო სკოლის წარმომადგენლებიც, რაც საინტერესოა და მივესალმებით, რა თქმა უნდა, რაც უფრო და უფრო გავფართოვდებით, ჩვენთვის უფრო მეტი შედეგის მომცემი იქნება ეს ყველაფერი. ყავს ლეგიონერებიც ტულონიდან, ასევე აკადემიიდან მოთამაშეები, სოხუმის სკოლის აღზრდილებიც, რაც კარგია, კიდევ ერთხელ გამოვიდებით. ხვამლი, ლელო, აია ეს ტრადიციულად და ეგრე იყო ყოველთვის. ძირითადი შევსება ნაკრებების ეს იყო, ეს ყველამ კარგად ვიცით. გაგუამ შეაგდო სწრაფი ბურთი, უნდა მოეხსნა, სწრაფად მოეხსნა ბერიკაშვილი. კარგია, უნდა მიეხმარონ, გადაყარონ სწრაფად, რაკს გვინელებენ ძალიან ინგლისელები. მერე გადაწყობასაც ასწრებენ და ფანცულაია, ბურთი უნდა კონტრაქტის ცდელობა, მაგრამ კი ბატონო. წარუმატებელი. შევინარჩუნეთ ეს ბურთი, მაგრამ რაკებში უპირატესობა ნამდვილად არ აგვაქვს. აი ეხა გავარღვიეთ ცოტა და ისევ აიტაცა და წაიღო ის ბურთი. კარგი გასუფთავება იყო რაკის, თუმცა აი მეტი It's available. Don't look for the penalty. მეტი სიღრმეები გვჭირდება პირველ რიგში შეტევა გავშალოთ. აი საინტერესო გადაწყვეტილება. თამაშობთ, კარგია, მოკლე. ოხ, შვენიერი. შიგნით კარგად კარგადია რა. წამოვიდა. ლაგვილავა იყო ეს მე მგონი, კი, ბერიკაშვილი, კი, ნომერი. ზურგსუკა პასი, იპარტელიანი, ცუდი პასი იყო უკან და უკან დავიხიეთ. გაგუა. არ უნდა ითამაშოს 9-ზე, თორე დაჯარიმდება აუცილებლად. ბერუაშვილი ისევ გუნდის კაპიტანი კარგია და ატყანაბიჯი წამოვიდა. Release. გაიტანა ბურთი მაინც გაგუა. გაგუა, ლიპარტელიანი, 15 ნომერი ჩაერთო პრეიშვილი. შეტევაში. ხო, ამდენი ფაზა იდეაში არც მახსოვს, როდის გადავობით. კარგია, უფრო მეტი გიორგობიანი. გავაბურთი ახლა ხაზი. ფაზა კი კარგია, მაგრამ თუ წინსვლა არ ექნა ამ ფაზას, მაშინ ისი აზრი კარგება უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კონტაქტში მანძილს ვერ ვიგებთ, ვერც ხაზს ვჭრით. აი, აქ ნახოთ რა იქნება წვედიანი. წვედიანი. ოდნავ მოვიტოვეთ უპირატესობა, ხაზი ოდნავ გავჭერით. ზურგს უკან პასი, ლიპარტელიანი, მაგრამ ცუდი პასები გადადის ძალიან 10 ნომრიდან. Number 4 and 12 offside. ჯარიმა, კარგია, ჯარიმა დაგვიბრუნდა. ხო, თუმცა მე მაგრამ რასაც წვალებდა ამდენი ხანი რა გვაწვალა, თუ შეიძლება მანამდე მიეცა. ჩვენს დერეფანში ვურტყამთ, რაც სწორია აქ რაღაც ქულებზე გამოკიდებას აზრი არ აქვს, უნდა ვითამაშოთ. Time. წვედიანს აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას ერთადერთ ჯერჯერობით ერთადერთ ნათელ წერტილს ჩვენი ნაკრებიდან ის გამოკვეთილად ის კულში მოხდა ეთყობა და იქ იყინავდა ფეხს. If you go to knee again, I'll sub you. სერიოზული არა მგონი არა We keep მიიღოს. playing. Boys, let's go. Let's go. ხო, მოუწოდებს მთავარი Warrior მსახური out. Let's go. Let's go. Warrior out. თამაშისკენ. სწრაფად განაგრძეთ თამაშიო. If your number 2 goes with the knee in the front. ხო, I'll სამ sub you. წუთზე ოდნავ მეტი ტაიმის ბოლომდე Good job, lads. ნუ გჭირდება You ქულები. England. You England. ტაიმის ბოლომდე ერთი ლელო მაინც რო გავიტანოთ, კარგი იქნება. გოგრიჭიანი No contest. ორი ხელით კარგი იყო, მოვიგეთ გავიდა. ბურთი. ზურგსუკა პასი, ლიპარტელიანი. კარგი გავიდა, კომბინაცია. კარგია. ლაგვილავა ლაგვილავა. აჩქარდა, შიგნით უნდა წამოვიდეს კი გამოვიდა, ბატონო. გაიჭრა ხაზი, კარგია, ისე უნდა ვიბურთაო, სწრაფი ბურთია საჭირო. გამოვიდა კიდევაც. დარტყმა. შეიყვანეს ფანცულაია. ლიპარტელიანი. აი, კარგი იყო, მაგრამ აუთამაშდა ხელში ბურთი. Easy, 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 easy. ჯარიმა ხო არ არის? არა, ზედმეტი თამაში. მოვიდათ ინგლისელებს. Time. Captain, Mate, Jack. ო, მათე ბერუაშვილი და მოიხმო კაპიტნები. You go back. You go back. ინგლისის კაპიტანმა მაისური გამოიცვალა და ნომერი არ აწერია. კი ბატონო, 8 ნომერია ჯეკ ლუისი ამით რა. Okay, so this is your job. If I see that, I penalize it. And I don't care if I need to take a hard. It's your job, right? We come back to the advantage for knock-on. Thank you, sir. Thank you. ო, კი ბატონო, გაისაუბრა ორი გუნდის კაპიტანი. აი, აქ რა კარგი აი, შანსი. აუთამაშდა, კარგად იყო სივრცეში შეყვანილი, უბრალოდ ბურთი ვერ დავიმორჩილეთ.
კაპიტნები დამოწვრა საჯმა რომ მიხედეთ თქვენ საქმესო 20 ნომრით შემოდის მოედანზე მეგონი შულაია. კი ბატონო. You can or not? იმიცლება. გუნდის კაპიტანი შეიძლება. ბერუაშვილი იყო რა ნომერზე და შულაიაც 8 ნომერია. მოსაღწდილი. Crouch. Bind. Set. On then. გაიტანის ბურთი ინგლისელებმა. გაუვარდათ ეხლა და უნდა ითამაშონ აუცილებლად გააგრძელონ თამაში. ჩვენი მხრიდან არ იყო როგორც ჩანს წინ ვარდნა. არ შეიძლება So first knock on, second knock on. შემდეგ ისევ წინ თამაში და ძალიან ბევრი წუნი გვაქვს აი Nice, fine. ტექნიკური წუნი ბევრი გვაქვს სამწუხაროდ შეიძლება ნერვიულობენ ბიჭები ზოგისთვის პირველი გამოცდილება ეს საერთაშორისო დონეზე და ანუ თან ინგლისთან თამაში არ არის მარტივი მაგრამ არაფერი სანერვიულო აქ ისეთი არ არის მთავარია რომ დაწყნარდნენ და რაც შეუძლიათ მაქსიმალურად თავის საუკეთესო მხარეები აჩვენონ ეს არის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ის არის ჩვენთვის ოფიციალური ტურნირი 18 წლამდე ასახია ყოველ შემთხვევაში ჩვენი ნაკრებისთვის ესა გაგუა შეაგურა ბურთი კარგად დადგა შერკინება ვიპარტელიანი გამოტოვება კარგია ხედიას კარგია დაიქნია შეინარჩუნა მშვენიერი გადავყაროთ ხასში გამოვიდა კარგია ოხ აქ მაგარი ბუჭო აი რაკებში უპირატესობა ვაწუხებენ იორგობიანი It's good. Don't look for the penalty. ჯარიმაზე ვითამაშეთ ახლა მაგრამ შულაია კარგია კარგი რაკში წარება გადავიდა თამაში და დაბრუნდა მაგრამ აქ Number 4 offside. Never ჯარიმა offside. იყო რა თქმა უნდა აქ 4 ნომერი ჩარჩენილი იყო თამაშგარში No. კი ბატონო კვამე ბეკოე კარგია ახლა ლელოს გატანას თუ მოახერხებთ With you. შერკინების მოთხოვნა შეიძლება თითქოს ხასში გამოგდის პარტიაში აი ეს ბოლო შერკინება კარგად დავდექით მანამდე რა გითხარ კი, მანამდე ვიჩაგრებოდით და ბოლო შერკინება ძალიან Number კარგია 3. You. Number 3. დერეფანი ვნახოთ ისევ ცვლილობენ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი საქართველოს ნაკრების მოლი მძლავრი მოლი და იქიდან დალელოება შეიძლება მოახერხოთ კარგი მომენტია ეხლა ჩვენთვის სადღაც 10 მეტრაში არის დერეფანი ავარია ორი ხელით მოხსნათ წინამდებობასაც არ გვიწევენ და ეს ბურთი უნდა შევინარჩუნეთ დაგვიტრიალეს მოლი აქ მაგრამ უკან კარგად არის აი აქ უნდა გავიდეს ეხლა ლელო ეს ჯარიმა იყო რა თქმა უნდა აშკარა ჯარი კი ბატონო კი ხელი აწეულია შეგვიძლია ვითამაშოთ ლელოზე გავიდა აბავნა კარგი ლამაზი გადაკიდება აა პირდაპირ ხელში ინგლისელებს მაგრამ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდება Captain. არ გვინდა არა ზედმეტი არა უყვეთ ან ინგლისელებს რა აქვს აჩხუბა რა ვიცი ვერ ხვდები აბა ნახოთ რა გადაწყვი ისევ კიდეზე გადავალთ ალბათ ოღონდ ბურთს უნდა გაუფრთხილდეთ არ გვიხდებიან და ბურთის დაკარგვა ძლივობით მოვიგეთ ჰაერში ბურთი აი მაინც ეთყობა რომ ეს გამოცდილება საერთაშორისო დონის სხვა არის და ბიჭები ცოტას ნერვიულობენ ამ დონეზე გიორგი ბერძენიშვილია მოედანზე 17 ნომრით შეიცვალა გეგა გიორგობიანი ალბათ კი ბატონო აი ეხლა კარგად მოვიგეთ აი ეს უნდა დაიდოს ეს ლელო და დაიდება კიდევაც კი მშვენიერი დასასრული ეპიზოდის და ტაიმის ბაშვილმა გაიტანა ლელო აი რაც ვილაპარაკეთ წყნარად აუღელვებლად უნდა ვაკეთოთ ის რაც შეგვიძლია კარგად გამოგდის ხო ფაქტია ბოლო წუთები ვფლობდით ბურთს ქონდა წინსვლა შეტევაში და ლოგიკური დასასრულიც მივიღეთ კარგი დერეფანი კარგი მოლი სხვაობა შევამცირეთ აი ესე აი კარგად ჩამოყალიბდა კარგად შევინარჩუნეთ მიაწვნენ და ნუ საბა მერებაშვილმა დააგვირგვინა ეს შეტევა 5 მეტრიანი დერეფნიდან გაიტანა ლელო და ანგარიში გახდა 10-21 35 წუთი იწყება და მაყურებლებს შევახსენებ რომ ეს თამაშები 35 წუთიანია ტაიმი. მნიშვნელოვანი იქნება. ერთი რაღაც კიდე ნოდარ დღე 7 აპრილია და თუ იცი რა დღე არის ეს?
ხარება სულოცავ კი, ჩვენს ბატონო, მაყურებლებს. მივუწოთ. კიდევ რა დღე არის განსაკუთრებით რაგბისთვის თუ იცი? 7 აპრილი? არ მახსენდება ნამდვილად. არა და 7 აპრილს შეიქმნა რაგბი, რომ იცოდე 1823 წელს. მე ბოდიში უილიამ უებელისმა რო გაიტაცა ხო ის ბურთი. ბურთი აიტაცა ფეხბურთის თამაშის დროს და დაამიცა კარებში ეს ლეგენდის თანახმად. ეს იყო 203 წლის წინ. საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. ხო, განახლებისთვის დრო არის როგორც ჩანს. აქ უნდა მივიღოთ ბურთი და ყურადღებით უნდა ვიყოთ. მივიღეთ, დავიმორჩილეთ, მაინც დავაზღვიეთ, მაგრამ წინ გადაგვივარდა ეს ბურთი. ნახოთ, აბა დრო ამოიწურა ჩვენს ტელეეკრანზე. საჯი ალბათ აცლის აი შეცვლილი ბიჭები და სათადარიგოები ვინც დარჩნენ. Let's go. კი ბატონო, ინგლისი იქნება ბურთით, უნდა დაუცვათ ახლა. თავი. ახლა რო შეხედო 2 ლელო 3-ის წინააღმდეგ, უბრალოდ ჩვენ გარდასახვები ვერ გავიტანეთ, იმათმა ყველაფერი გამოიყენეს. ო, კარში კარგად დაარტყა. კარგად წაუვიდა მაქს ჰუპერს მათ გეზავს. Crouch. Bind. Set. It's a name. შეუძლია თამაში კი ჩავარდა შერკინება, მაგრამ თამაში შეუძლიათ, აი ძალიან გაშლილები არიან, თამაშობენ ხელით, კარგად ეს ტიმანი ეს კაცი ვერ გავაჩერე. ერთულია მისი გაჩერება, ახლა ტამანი. გვავა მაინც ჩამოეკიდა და მაგრამ ხელა წინსვლა გააკეთა. მოვიდა თითქმის 5 მეტრიან ზონამდე. მოკლე პასით ითამაშეს, აი ეგ თუ ვერა. აი რამ ხელა უპირატესობას აკე, მაგრამ წაიღო ეს ბურთი ვერა, ვერ ჩაჯდა. გვერდიდან იყო კი შესვლა გვერდიდან იყო აშკარად, გოგრიჭიანი დაჯარიმდება ამის გამო თუ დავიცავით აქ თავი კარგად. გამოვარდა ბურთი თამაშია. მეტი აქტიურობა აქ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩაუხურო და ნუ მე თუ ჯარიმას დაგვიტო. აი გამოჩნდა. სივრცეებს ნახედავთ. ყველა გათამაშების შემდგომ 2-3-4 დარტყმის მერე უკვე ძალიან დიდი სივრცეები ჩდება დაცვაში და გარეთ საკმაოდ ბევრი გაგრძელება ქონდა მაქს ჰუპერსაც, მაგრამ იგრძნო მომენტი რომ თავადაც შეეძლო და შეიპარა. კარგი იყო რომ ეხა გაგვეძლო და არ გაეტანათ ეს ლელო ბოლო წამზე გადაშორებულ დროზე, მაგრამ ნუ რას ვიზამთრებ. ხო, ყველაფერი დაიწყო ისევ მიღებაზე უყურადღებობით. აი ო, იქ შეეძლო მარტივად შეეყვანა. იქ პასიც რო გაეკეთებინა ლელო გარდუვალი იყო, იქ მნიშვნელობა არ ქონდა. 28-10 პირველი ტაიმი მე მგონი აი დასრულდება ეხლა და კი, დასრულდა. შესვენებაზე გავალთ. შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად და დაგიბრუნდებით მეორე ნახევრით.